მოგესალმებით ყველას, დღეს მოგიმზადებთ უმარტივეს რეცეპტით მომზადებულ აჩმას. შეუდგეთ საქმეს ძალიან მარტივი რეცეპტი გელოდებათ წინ. თაში მოვათასოთ კვერცხი, არაჟანი და მარილი. გადავურიოთ აუცილებლად კარგად. შენგუმში დავამატოთ გამხვალი კარაქი. გადავურიოთ და საბოლოოდ დავამატოთ თბილი რძე. შენგუმში ისევე კარგად გადავურიოთ და დროებით გადავდოთ. საცხობ ლანგარზე მოვათასოთ ლავაში. შენგუმში ჩვენი მომზადებული სანამით დავნამოთ. ვნამოთ ყოველივე ფენას. ყოველ მეორე ფენის შემდგომ მოვათასოთ ყველი, ყველის ზედაპირზე კი მოვათასოთ ისევე ლავაში და ისევე კარგად უნდა დავნამოთ. ჯამში გამოგვივა 4 ფენა ყველი. აუცილებელია ყოველი ფირფიტა კარგად იყოს დანამული. რადგანაც მომზადებისას ჩვენ არ ვხარშავთ ცომს, აუცილებელია იყოს კარგად დანამული. რადგანაც უფრო ახლოს მივუახლოვდეს აჩმის გემოს და სტრუქტურას. საბოლოოდ ბოლოს წინა ლავაში კარგად დავნამოთ და შემდგომ მოვათასოთ ლავაში. შევუკვეცოთ აუცილებლად გვერდები. ეხლა კი მომზადოთ წასასმელი სითხე. კვერცხი, არაჟანი და მარილი გადავუროთ აუცილებლად კარგად. ჩავჭრათ აჩმა და ზედაპირზე წავუსვათ კვერცხის სითხე. ასეთი არაჩვეულებრივი აჩმა გამოგვივიდა. ეხლა კი მოვამზადოთ მოვას აეროგრილში. Fed 20 Pro-ში. აეროგრილს 2700 ვატის სიმძლავრე აქვს. ტემპერატურის კონტროლი შეგიძლიათ 40 გრადუსიდან 230 გრადუსამდე. დროის კონტროლი 1 წუთიდან 60 წუთამდე აქვს. მოცულობა კი არის 9 ლიტრის ტევადობის. აქვე იმასაც გეტყვით, რომ 18 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით მოვას აეროგრილზე მოქმედებს ფასდაკლება. შეძენას კი შეძლებთ ვიდეოს ქვეშ აღწერილობაში მითითებულ გვერდებზე.